თიანეთის ზარიძეების ჟინვალის 13 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ჩავლეშვილმა დაათვალიერა. აღნიშნული გზის ეს მონაკვეთი 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ მომხდარა. გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და ახლო მდებარე რაიონულ ცენტრებთან. გზის რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 14 სოფლის 8000-მდე მცხოვრებლისათვის, ასევე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისათვის უსაფრთხო და კომფორტული გახდება. თიანეთის ზარიძეების ჟინვალის საავტომობილო გზა 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. 10 კილომეტრის რეაბილიტაცია ამ მონაკვეთზე უკვე დასრულებულია და დამატებით 13 კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. თიანეთის ჟინვალი, თიანეთის დუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს. მე ესე ვიტყოდი, საერთაშორისო გზის მშენებლობა იქნება უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელის მომტანი არა მარტო თიანელებისათვის, არამედ მთელი კახეთისათვის და ასევე ჩვენი მოძმე აზერბაიჯანისათვის. ყველა იგდებოდა გზით მოსვლასა და ეხლა ახლო არის ეკონომიათაც ადვილი არის მათ მოსვლა და ყველანაირად ადვილი იქნება ყველაფერი. სოფლისთვისა და დამშენებლისთვის